ქალებს უყვართ ოცნება. ქალებს განვითარებული აქვთ ფანტაზია. ესა ყოველთაოდ ცნობილია. რა ხდება, როცა მათი ფანტაზია ხორცის ხამს და ხელშესახები ხდება? რადა კაცობრიობა სრულიად ახალ საფეხურზე ადის. ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი. ფაქტები ამას ადასტურებენ. მაგალითად, ასტროლაბი რა არის ალბათ ბევრმა არ იცით. კიდევ უფრო არ გეცოდინებათ, რომ ის ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელმა ფილოსოფოსმა, ასტრონომმა და მათემატიკოსმა ქალმა ჰიპათიამ გამოიგონა. და კიდევ უფრო გაგიკვირდებათ, რომ ეს 370 წელს მოხდა. ცნობისათვის, ასტროლაბი ასტრონომიული კოორდინატების საზომი ინსტრუმენტია. დაიმახსოვრეთ მისი სახელი. ფილმის ბოლოს მას ისევ მივუბრუნდებით უკვე ქართველი მეცნიერი ქალის მიზეზით. სასმელის მოყვარულებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ ვარდისფერი შამპანურის დაგემოვნებაც ქალის დამსახურებით გახდა შესაძლებელი. ნიკოლ კლიკოტმა მიიღო ეს კრისტალურად სუფთა სასმელი მის მიერ გამოგონილი ტექნოლოგიის შედეგად. გაგიკვირდებათ და წმინდა მამაკაცურ სფეროებშიც ბევრია ქალური გამოგონება. მაგალითად, ცირკულარული ხერხი, წყალქვეშა გემის პერისკოპი, თოვლის სახვეტი მანქანა, ავტომობილის საქარემინის საწმენდი, ასევე ავტომობილის ხმის დამხშობი, Wi-Fi-ის პირველი პროტოტიპი, ბრონის ჟილეტი. ძნელი სათქმელია, ეს გამოგონებები საყვარელ მამაკაცებზე ზრუნვით იყო შთაგონებული თუ ქალს ოდითგანვე აინტერესებდა მამაკაცური სამყარო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ცხოვრება ამით უფრო იოლი და დაცული გახდა. ბევრი რამ ქალს საკუთარ თავზე ზრუნვამაც გამოაგონებინა. მაგალითად, ჭურჭლის არეცხი მანქანა, ბავშვის საფენები, ყავის ფილტრი. თუ ამდენ რამეს უნდა ვუმადლოდეთ ქალს, მაშინ რატომ არის, რომ მეცნიერ ქალებს ნაკლებად ვიცნობთ? ამ ფილმით ნაწილობრივ შევავსებთ დანაკლისს. შორს რომ არ წავიდეთ, ქართველი მეცნიერი ქალებით შემოვიფარგლოთ. ერთ-ერთი ბოლო სიახლე. ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს თამარ პაზიაშვილს ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისათვის მაიკლ პრაიზი გადაეცა. ეს ამ სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ძალიან გასაგება და შესაბამისად პრიმიტიულად რომ ვთქვათ, თამარმა აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. ამ ხერხით შესაძლებელი ხდება ტვინის გარკვეული უჯრედების გამორთვა ან ჩართვა. 33 წლის ასაკში თამარი გახდა სან-ფრანცისკოს და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ პროფესორი. ამჟამად ის გლადსტოუნის უნივერსიტეტის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. თავად ლაბორატორია კი მის სახელს ატარებს. PAS Lab. თამარი ერთადერთი ქალი არ არის, ვინც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო უნივერსიტეტებში მუშაობს. შვეიცარიის და საფრანგეთის საზღვარზე ბირთვული კვლევების ევროპული საბჭო CERN-ი მდებარეობს. ამ ძალიან სერიოზულ და პრესტიჟულ კვლევით ცენტრში 30 ქვეყნის წამყვანი მეცნიერი მოღვაწეობს. ცენტრი 4 მსოფლიო მნიშვნელობის პროექტზე მუშაობს. და აქედან 3-ში ქართველები აქტიურად არიან ჩართულები. სულ დაახლოებით 35 ქართველია და მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა სოფო პატარაია. შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტი ნოვარტისი ბიოსამედიცინო კუთხით აწარმოებს კვლევებს. იქ ერთ-ერთი დიდი ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი თეა კეკელიძეა. თანამედროვე ეპოქამ რა თქმა უნდა გაზარდა ასპარეზი, წაშალა საზღვრები და ქართული სამეცნიერო სამყაროც ერთ დიდ გლობალურ სივრცეში აღმოჩნდა ჩართული, სადაც ქალები საკუთარ მნიშვნელოვან სიტყვას ამბობენ. თუმცა ძუდა ხვადი ლეკვების თანასწორობის მქადაგებელ ქვეყანაში არც ადრე უკვირდათ ქალების აქტიობა, მათ შორის მეცნიერებაშიც. დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი 1879 წელს არის დაბადებული და უკვე 2 საუკუნის წინ მოახერხა გამხდარიყო ექიმი, მეცნიერი, მრავალი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი, არაერთი ოქროს მედლის და სამეცნიერო პრემიის მფლობელი. ბრიუსელის უნივერსიტეტში ლექციების კურსს კითხულობდა და არა მარტო თავის სამეცნიერო მიმართულებით, არამედ ქართულ სიტყვიერებასაც ასწავლიდა და იქაურებს. ამავე უნივერსიტეტში ქართული ეთნოგრაფიული კუთხეც გახსნა.
ფატი ხუნდაძე, პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში. იგი ითვლება ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად. თინათინ წერეთელს კი დამსახურებულად მიიჩნევენ სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლად. ნინო ციციშვილი 1930 წელს გახდა პირველი პროფესორი ქალი ქიმიაში. გურანდა ღვალაძე, ბოტანიკოსი, მეცნიერთა ემბრიოლოგიის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საინჟინრო საქმის და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის ნამდვილი წევრი. ასევე ფუძემდებლად უკვე გეოლოგიაში, კერძოდ კი გლობალურ ტექტონიკაში ითვლება მანანა ლორთქიფანიძე. და ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ დიდებული ქალბატონების, რომლებიც ყველა დარგში, ყველა ეპოქაში საკუთარ სიტყვას ამბობდნენ მეცნიერებაში. ქვეყანას უკეთესობისაკენ ცვლიდნენ და პროგრესს უწყობდნენ ხელს. მეცნიერების ნებისმიერი დარგი, გარდა იმისა, რომ შრომატევადია, დიდ ფინანსებს და სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას მოითხოვს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დიდარი ქვეყნები უკეთეს პირობებს უქმნიან და მეტად მისაზიდ გარემოს ქმნიან მეცნიერებისათვის. თუმცა, როგორც გაირკვა, არც ეს არის მთავარი. ეს ლაბორატორია ერთ-ერთი სამინისტროს რამოდენიმე ოთახშია შეკედლებული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დრო აქ გაჩერდა. არერთვე. ამაზე არის. გივი! სად წავიდა? მიუხედავად იმისა, რომ აქ თანამედროვედ არაფერი გამოიყურება, ყველაფერი ის, რაზეც აქ მუშაობენ, თანამედროვე კი არა, დროს გასწრებულია. პოლარიზაციული ჰოლოგრაფია, როგორც თქვი, დაიბადა ამ ლაბორატორიაში და პოლარიზაციული ჰოლოგრამის ჩაწერისთვის აუცილებელია სპეციალური პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალები. ეს მასალები ძალიან ლაბორატორიაში დაახლოებით 100-ზე მეტი ესეთი მასალა იყო სინთეზირებული და გამოკვლეულია. პოლარიზაციული ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი ეს უნიკალური ელემენტია ჩვენ მიერ არის შემუშავებული. ეს ქალბატონი ბარბარე კილოსანიძეა. მარტო 2007 წლიდან 90-ზე მეტი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 11 საერთაშორისო კონფერენციაზე აქვს გაკეთებული მოხსენება და 5 საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელია. ლაბორატორიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულდა 10 როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. ამ გრანტებით ჩვენ გამოვიკლეთ შესაძლებლობა აი ამ ჩვენი ელემენტის და აი ამ მიდგომის განხორციელება. ჩვენ შევასრულეთ გრანტი, სადაც დისტანციური ზონდირების დროს ობიექტიდან არეკვლილი სინათლის ანალიზით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ აი ამ ამოსაცნობი ობიექტის ფორმა, ზედაპირის მასალა და ასე შემდეგ. შეიძლება აი ეს მოწყობილობა ამ ელემენტის პოლარიმეტრი, აი ამ ელემენტის საფუძველზე დაყენებული იყოს ან თვითფრინავზე, ან კოსმოსში და ასე შემდეგ. ამ ელემენტზე დაყრდნობით ჩვენ შევისწავლეთ, ან ვაჩვენეთ შესაძლებლობა, რომ შეიძლება სხვადასხვა კონსტრუქციებში და დეტალებში დაძაბული მდგომარეობის განაწილების განსაზღვრა. ეს მნიშვნელოვანია, აი ვთქვათ, შენობების, ხიდების, ქარშლების და ასე შემდეგ მონიტორინგის, სამსახურის შექმნა და მონიტორინგი. გახსოვთ თავში, რომ ვახსენეთ ასტროლაბი. მე-4 საუკუნეში რომ დაიწყო მასზე მუშაობა. ეს მისი 21 საუკუნისებური ვერსიაა. ქართველი მეცნიერების მიერ ყველაზე მაღალ დონეზე აყვანილი. წელს ჩვენ დავამთავრეთ კიდე ერთი გრანტი, სადაც შევიმუშავეთ გამოსახულებათა სტოქსის
სპექტროპოლარიმეტრი ასტრონომიული ობიექტების შესწავლისათვის. ეს პოლარიმეტრი, ასტროპოლარიმეტრი შესაძლებელია შესწავლა როგორც წერტილოვანი, ასევე განფენილი ობიექტების და პოლარიზაცია სხვათა შორის ასტრონომიაში ძალიან დიდ ინფორმაციას იძლევა იმ ფიზიკო-ქიმიურ პროცესებზე, რომელიც არის იმ და ობიექტზე. ეს ჩვენი თანამედროვე ასტროპოლარიმეტრები ეს ძალიან რთული, ძალიან ძვირად ღირებული მოწყობილობებია და ეს არის ერთეულები ამ მოწყობილობის და ჩვენი ასტროპოლარიმეტრი არის მსუბუქი, მარტივი კონსტრუქციით, იაფი და საკმაოდ ზუსტი. ჩვენ გქონდა რამდენიმე მოხსენება გაკეთებული საერთაშორისო კონფერენციებზე და იქ ეს ჩვენი ასტროპოლარიმეტრმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და даже ელოდებიან როდის დაამთავრეთ და ახლა ეს გრანტი ჩვენ ახლახანს დავასრულეთ და ახლა მიდის აი ამ სპექტროპოლარიმეტრის აპრობირება აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპებზე. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შენობაც კი არ გააჩნიათ, არ წუწუნებენ. მხოლოდ ისე გაყვრით გვითხრეს, ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა უკვე 4 ლაზერული აპარატი გაგვიფუჭაო. ძირითადად გრანტებზე და საკუთარ ინოვაციებზე საუბრობენ. ჩვენ ადრე CRDF-ის გრანტით, ეს ამერიკული ფინანსირებით, გავაკეთეთ პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიული დაცვის სისტემა. ეს დაცვა შეიძლება საბანკო საკრედიტო ბარათების, ფულის, სხვადასხვა ნივთების და ასე შემდეგ. ეს რაშია? აქ ჩვენი ნოუ-ჰაუ არის ეს მასალა, ეს ყვითელი ამრეკლი პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიული დაცვის ელემენტი. აქ ყველაფერი ისე რთულად ჟღერს, რომ კარგად ვერც კი უგებულობთ. თუ თქვენს გაგიჭირდათ ასტროფიზიკურ, ოპტიკურ, პლაზმურ, ლაზერულ ტერმინებში გარკვევა, იმაში მაინც დარწმუნდით, რომ ამ გამოგონებებით ისინი მსოფლიოს აოცებენ. ერთ მოხსენების დროს, მერე მოხსენების შემდეგ კითხვები და თუ ეს თქვენ გააკეთეთ. იოცნებეთ, ქალბატონებო. თქვენი ხორცშესხმული ოცნებების შედეგები ისეთივე მომხიბვლელია, როგორც თქვენ თავად.